ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა 30 მაის შოუ ბიზნესის სიახლეებით ეთერშია ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ რა მოხდა დღეისათვის ახალი და საინტერესო ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში. პროფესიით მხატვარი კახა დევდარიანი კარგახანია მწერლობითაც არის გატაცებული. მან ამჯერად მესამე კრებული გააცნო მკითხველს. ელენე ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შემოქმედებითი საღამო მოეწყო. დიდ მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. დავიბადე თბილისში 1961 წელს. პროფესიით ვარ მხატვარი. წერ ბავშვობ. ყოლა ალვისხის ფოთოლივით ჩამოცვენილ ფოთლებში ჩაიმარხოს და ბავშვებმა თბილი ჩუმი გვირაბებით ვიაროთ ფეხატებით. ან ეს ნეშოში კრუხივით ჩამჯდა სკოლას, კვერცხივით პატარა შვილი. საყვარელი სკოლა გაუჩნდეს. ეს ის დროა, როცა მინდა ვიფრინო ქაღალდის თვითფრინავით. მთელი ცხოვრება ვწერდი. ბავშვობიდან ვწერდი მოთხრობებს, მაგრამ არასდროს არ ვაქტიურობდი, რომ გამომეცა ეს ნაწერები, იშვიათად ძალიან და ჩემგან ეს ინიციატივა არ მოდიოდა. მაგარი მძლავრი თვია მაისი. გადაჯვარედინებულ ბრეტელებიან შარვალს მიკერავენ ატელიეში. თეთრი გეტრები მაცვია. მუსიკაზე დავდივარ. თაწმინდაზე. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქვაფენილიან აღმართზე. არასდროს ასე ვთქვათ, მუზის გარეშე არ მიწერია. აი, არ ამირჩევია თემა, რომელსაც განვავრცობდი ხელოვნურად. ძალიან ისეთ გამონაკლის შემთხვევებში თუ რაღაცა ამაღელვებდა, აი ვცდილობდი ის გადმომეცა. ჩემი პატარა ეს მწერლული ჟინიც აქედან წამოვიდა, რომ ყოველთვის მინდოდა რაღაც ჩემებურად დამენახა ქვეყანა. თხოვთ, ერთი თავისუფალი დღე მაჩუქეთ, დალოცვილები. თითო დღე, თითო საათი, თითო წუთი, წამი მაინც მაჩუქეთ. დაუმადლებლად. 3 წელი მრჩება. 15 წლის ზევით 104 მუხლია. დახვრეტა. მე 10 წლიანზე გამიშვეს. მშობლებმა გამიშვეს. 7 წლის ლოყებიანი ბავშვი. ალბათ ჩემს შინაგან განწყობას ეს გარემო ზუსტად შეეფარდება და შეესაბამება. ძალიან ისეთი დიდი სილამაზე აქვს. ძალიან მშვიდად არის ეს სილამაზე. წინ არ მოდის ძალათი და არანაირი პრეტენზია არ აქვს და მე ვფიქრობ, ნამდვილი შემოქმედება სწორედ არის ის, რაც ძიების, კვლევის და დაკვირვების შედეგად მიიღწევა. ახალგაზრდა მაკა ფაცურია, როგორც იტყვიან, შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. სხვათა შორის იგი წარდგენილიც არის ამ წიგნში მოსახვედრ სიაში. მისი ორიგინალურობა კი იმაში გამოეხატება, რომ მან გამოუშვა ლექსების კრებული 9 ენაზე. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნეთ და ავიცი ალბათ იმედად არ გაგიზრდეთ ჩემი ძალიან გამიხარდა რომ 3 წლიანი ასეთი
მოგზაურობების შემდეგ ჩემი მაღა დაბრუნდა თბილისში და ისევ ჩემს გვერდით არის, იმიტომ რომ მე და მაღა ძალიან დიდი ხანია მეგობრები ვართ. ეს არის ცოტა ესეთი სასაცილო ლექსი, რომელიც ისრაელში დავწერე რა. ეილათში რომ ცხოვრობდი და კაკრას ეს სადამ ხუსეინი და ომი რო იწყებოდა და რაღაც ესეთი რაღაცები და აღარ ვიცოდი როგორ გამოგვესწრო იქიდან. იცი როგორ მომენატრა დიდი ხანია შენ ფანჯრიდან დანახული მოძმე ნიორდანია როგორც ევას მოეხვია ღვთისმის ხვის წინ ადამი კიდევ ერთხელ ჩამეხუტა სანამ მოვა სადამი მაინც რისთვის დაგვაცილეს დედამ გადაუმეტა ჩვენ ასაკში გაგონილა რომეო და ჯულიეტა სახუმარო ლექსი პოეზიას თარგმანიც არ უნდა სადაც რაღაც აი პატარა 15 სიტყვა რო ვიცოდო დავწერო ლექსო იაპონურად ეგრეთ თქვა და მე რაღაც შეუძლებლად მიმაჩნდა ეს მაგრამ აი ახლა რო ხედავ მაგას შესაძლებლად მიმაჩნია რომ აი შეიძლება ესე პოლიგლოტი პოეტი ეგ პირველი მინახე ეს ჩვენს ეტყობა იმდენი გრძნობები მაქვს და ემოციები რომ ერთი ენა უბრალოდ არ მყოფნის მთელი ჩემი თავის გამოსახატაო და ეტყობა რა ვიცი აი მიხდება სხვადასხვა ენების მოშველიება და როდესაც შენ სხვა ენაზე გამოხატავ შენ თავს თითქოს სხვანაირ რაღაც თითქოს იგივე რაღაცას უყურებ სხვანაირად თავისუფალი ნიჭის პატრონი გოგოა და ნიჭიერი გოგოა და გემოვნებიანი გოგოა. ჩემი სტუდენტი იყო თავის დროზე და მიხარია რომ ესეთი არის. მე კარგად ვიცი მხოლოდ 5 ენა. ისეც კარგად ვერ დავარქვა, იმიტომ რომ ენას საერთოდ ამოუწურავი რაღაც შეიძლება ქართული არ ვიცოდე სიტყვაზე კარგად და რა ვიცი ნებისმიერმა ქართველმა სიტყვაზე. მაგრამ ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ივრითი ეს ენები ასე ვთქვათ შედარებით კარგად ვიცი. დანარჩენი ეს 4 ენა ეს არის შესწავლის პროცესში დაწერილი ლექსები. როგორც უკვე გითხარით, თბილისში ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი მსახიობის თენგიზ ჩანტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მზადდება. ეს იქნება კომიკოსი მსახიობის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით ახლა გავიგებთ. 5 ივნის საღამოს 7 საათზე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაიმართება საიუბილეო საღამო. ვცდილობთ ძალიან ვცდილობთ, რომ ეს საღამო იყოს ისეთივე არასტანდარტული, როგორიც თვითონ ბატონი თენგიზი იყო. თვითონ აქვს ეგეთი იგავარაკი, რომ კაცი სანამ ჩვენთან არის და ცოცხალია და აგერა გვყავს, ვერ ვაფასებთ, მაგრამ როგორც კი წავა, ან სხვა ქვეყანაში, ან აღარ არის, მაშინ ვიტყვით რა კაცია, რა ეს მე ნუ რა თქმა უნდა უნიჭოდ ვაკეთებ ამას, მაგრამ ეს თვითონვე აქვს, სხვათა შორის როდის უყურე ამ ამ საღამოზე რა გითხრათ? მე ამითი ვცოცხლობ ახლა. არ ვიცი, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან ნერვიულობ. ეს ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი ისეთი დატვირთვა გვაქვს ყველას, დიდი პასუხისმგებლობა, რომ შეესდგეს ისეთი საღამო, როგორიც ეკადრება თენგიზ ჩანტლაძეს. მაგრამ ალბათ ამ შემთხვევაშიც ისევ თენგიზი გამოგვიყვანს მდგომარეობიდან, იმიტომ არის ის ზღვა მასალა. ეს მთელი არქივი იყო ჩემთან. მოგეხსენებათ, ტელევიზიის ბევრ არხს აქვს სპექტაკლები და ნაწყვეტები, მაგრამ მე მქონდა შემონახული, რომელსაც უფრთხილდებოდი, არ ვიცი, ეს არის ჩემი საგანძური, აი მისი ცხოვრებისეული კადრები. ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა მოსკოვიდან, რაიკინის თეატრიდან და ხშირად ვიწევდით ხოლმე, ჩვენთან სტუმრობდნენ ოჯახში.
და აი გაოცებულები იყვნენ, რომ ნუ თუ ეს აი ესეთი იმპროვიზირებული საღამოა, თუ ეს რაღაც დასრულებული სცენარიაო თითქოს. აი თითქოს და იხარჯებოდა ისე, რომ აი თითქოს დღეს დამთავრდა ყველაფერი. ალბათ გრძნობდა, რომ ხან მოკლე იყო მისი სიცოცხლე. ეთერში პროგრამა ინფორმატორი და ჩვენ ახლა ვიმყოფებით არასრულწლოვანთა კოლონიაში, სადაც ჩვენთან ერთად არიან პასიანსის მსახიობების და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აქ საფეხბურთო მატჩი უნდა ჩატარდეს. მოკლედ ნახოთ რა მოხდება, მანამდე კი მე ცოტა კალათბურთს ვითამაშებ, ან ფეხბურთს. წავიდა. მე როგორც ვიცი ფეხბურთს თამაშობ ხო? არა მარტო ფეხბურთს თამაშობთ, შემოსალი, ესე იგი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კონკრეტულად კი სტუდგავშირმა, მადონ ლევან ჯაფარიძის თანამდებობით, თხოვა ჩვენ როგორც ძველ GPL-ებს, ესე იგი ჩვენი GPS თეატრი, ჩვენი მსახიობები შევიგრებეთ და ბავშვებისთვის უნდა გადავცეთ, აი გადავეცეთ უკვე ბურთები, სათამაშო ბურთები, ესე იგი ეკარგებათ აქ ბურთები, თურმე არ ტყავენ ბურთები, მიფრინავს ზონის გარე და ვინ გაგიშებს ახლა ბურთის მოსატანად. ბურთები გადავეცით, ჩვენი კასეტები გადავეცით, კიდე სხვა საჩუქრებია ყველაფერი. არ ვიცი. და ფეხბურთი არ უნდა ითამაშოთ. და ფეხბურთი უნდა ვეთამაშოთ და კიდევ რამოდენიმე ბავშვი შეტანილია თხოვნა, რომ მოხდეს, ესე იგი ვადამდე ადრე განთავისუფლება. აი ესეთი პატარა ესეთი აქცია. დაგეგმილი. რა ფუნქცია გაქვს? მე შემეში. აი ნუ ჩამოიყვანე. წუცა და ირა. თუ მოეწონათ დარჩებიან. თქვენ უნდა ითამაშოთ ფეხბურთი? არა, ჩვენ არ ვითამაშობთ. ჩვენ აღუჩით ვითამაშო, აუცილებლად უნდა ვითამაშო ფეხბურთი და ერთ გოლის გატანას ვაპირებ. თუ არა და კარებში. გამოცდილება მაქვს ერთხელ სპორტის სასახლეში ვიდექი კარებში, როცა გააძევეს ჩვენი მეკარე ბესო და მე დავიჭირე მისი ადგილი და ის თამაში მოვიგეთ. ხშირად ამოვდივართ ხოლმე შეძლების დაგვარად რაღაცას რო ვიშოვით პატარა თანხას, პატარა საჩუქრებს უკეთებ და თან ფეხბურთს ვეთამაშებით ხოლმე, ძალიან მე მგონი სიამოვნებდა. თუ თქვენ გსურთ მეგობრებთან ერთად ძალიან კარგად გაერთოთ, იცეკვოთ, იმღეროთ კარაოკე და მიირთვათ გემრიელი კერძები, მაშინ გირჩევთ მიაკითხოთ ელიტ კლუბს ბერის პარკში. კლუბი 24 საათიანია. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გადაიხადოთ დაბადების დღეები, მოაწყოთ კარნავალი და სხვა დღესასწაულები. მოკლედ ეს ყველაფერი ელიტ კლუბში. როგორც ინფორმატორის გამოშვებებში გატყობინებდით, დღეს გაიხსნება კლუბი 16 რაუნდი სუხიშვილების გახმაურებული პროექტით ასაფარდი. ჩვენ წინა საკონცერტო რეპეტიციას დავესწარით. რაც გეტყვით ახლა დღევანდელ პროგრამაზე, ვიცი რაღაცა ახალია, განსხვავებულია და რასთავია ღიაცის ქვეშ არის, ხო? ნუ პირველი ისაა რომ ღიაცის ქვეშ არის და მოითხოვს უკვე სხვა მიდგომას, სხვა ამას. თუმცა სტილისტიკა შევინარჩუნეთ პროექტის. დამატებულია თემები, ახალი კომპოზიციები, ახალი საცეკვაო კომპოზიციები, მუსიკალური, დამატებულია ინსტრუმენტები, ახალი და უკვე წარმოდგენის ხასიათი ეძლევა ამას. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.